სუს რა ესაქმება პატრიარქობის კანდიდატებთან? ეს კითხვა ლეგიტიმური მას შემდეგ გახდა, რაც სუსის აქამდე უცნობი ფაილები შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2017 წლიდან ეძებდნენ პატრიარქის შემცვლელს და იკვლევდნენ, ვის რა შანსი ჰქონდა შეეცვალა ილია მეორე. 2021 წელს გამოჟონილი 10,000-ობით ფაილის გარკვეული ნაწილი მედიის ყურადღების ცენტრში აქამდე არ მოქცეულა. სწორედ ამ დოკუმენტების გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ მინიმუმ 2017 წლიდან, როდესაც პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სუსი აქტიურად მუშაობდა იმის გამოსარკვევად, ვის რა შანსი ჰქონდა, დაედგა პატრიარქის მიტრა. ამავე წლის ბოლოდან კი, მას შემდეგ რაც მოსაყდრეთ მეუფეშიო დასახელდა, სუსი უკვე იმას ითვლის, ვინ ვის მისცემს ხმას. ამავე პერიოდში ტოტალური მიყურადება მიდის თავად მოსაყდრეზეც. სუსის მოსმენების აგენტი გიორგი გოგიაშვილი ადგენს დოკუმენტს ნომრით 231 და ამ დოკუმენტის თანახმად ის მოსმენაზე რთავს 30 სასულიერო პირს. მათ შორის არიან ეპისკოპოსები, არიან ეკლესიის წინამძღვრები, არიან ასევე მიტროპოლიტები და არის თავად მოსაყდრე შიო. თუმცა ეს ყველაფერი არ არის მოსაყდრე შიოსთან ერთად მოსმენაზე აყავთ ლევან ვასაძე ბიზნესმენი, ლევან ვასაძის მეუღლე ნინო მუჯირი, ასევე შიო მუჯირის მძღოლი, შიო მუჯირის ტიქაროსანი, შიო მუჯირის თანაშემწე, ასევე მისი პირადი დაცვა და მოსაყდრის და ლელა მუჯირი. სუსის ამ ფაილების თანახმად იმ დროისთვის სპეცსამსახურებს ფარული მოსმენებისა და ჩანერგილი აგენტებისგან მიღებული ინფორმაციით უკვე გამოკვეთილი ჰყავდათ პატრიარქობის 6 კანდიდატი. ეს არის პატრიარქობის კანდიდატების სავარაუდო სია, ვისაც ივანიშვილის მთავრობა იმ დროისთვის უწმინდესის შემცვლელად განიხილავდა. თითოეულ კანდიდატს სუსის თითო ფაილი ეძღვნება. კონკრეტული მითითებებით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ შერჩეულ პრეტენდენტებს. დათოაშვილის ინიციატივით შეიქმნა ფონდი იავნანა, რომლის ხელმძღვანელიც არის პაატა ბურჯულაძე და რომელიც არის მისი თანაკლასელი. ვკითხულობთ ამ ოპერატიულ ცნობაში. აქვეა ისიც, რომ მეუფე დანიელი დახმარებისთვის ხშირად მიმართავდა არმაზ ახვლედიანს და დავით უსუფაშვილს. ასევე მას ურთიერთობა ჰქონდა ირაკლი ალასანიასთან, გიორგი მარგველაშვილთან და ასევე ყოფილ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთანაც. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ამ გრაფაში მითითებულია, რომ უარყოფით კონტექსტში შესაძლოა განხილული იქნას წარსულში მისი ახლო კავშირი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან, რა პერიოდშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია იმჟამინდელი ხელისუფლების მხარდაჭერით დათუაშვილის გაპატრიარქების შესახებ. მეუფე დანიელს არც ივანიშვილთან აქვს შორეული კავშირები. ის საჩხერისა და ჭიათურის ეპისკოპოსია. წმინდა სინოდის წევრების პირად საქმეებში, რომელმაც სისტემიდან 2021 წელს გამოჟონა, დგინდება, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლები იძიებდნენ და ადგენდნენ იმასაც, როგორ შეეძლოთ გავლენის მოხდენა ეპისკოპოსებზე იმგვარად, რომ მათ ხელისუფლების დავალებები შეესრულებინათ. კავშირები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მღვდელმთავართან კონტაქტზე გასვლა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული პოზიციის დაკავების თხოვნა. ასე ასათაურებს სუსი მეუფე დანიელის შესახებ მომზადებულ ინფორმაციულ ცნობაში ერთ-ერთ გრაფას. ყველა ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ ახალი პატრიარქი ვინც იქნება, ავტორიტეტი არ მოიპოვოს. ვინდა გარეძალები, ვისაც ეკლესიისადმი მტრული განწყობა, იმიტომ რომ პატრიარქმა მოასწრო და ჰქონდა ავტორიტეტი, როდესაც ეს კამპანიები დაიწყო. ეცადნენ, ეძიჯგნენ და ვერ დაანგრიენ ეს ავტორიტეტი. ახლა ეცდებიან, რომ თავიდანვე არ მიცენ ავტორიტეტი და ახლა მაგარი მზად უნდა იყოს ყველა ჭორებისა და ყველა ცილისწამებისათვის ახალი პატრიარქი. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეტ კონკრეტიკას ერიდება. თუმცა მეუფე ანტონი ღიად ამბობს, რომ სუსის ფაილებმა მღვდელმთავრებს დისკომფორტი ნამდვილად შეუქმნა. მიტროპოლიტს აქვს მოლოდინი, რომ მალე სიზმრებისა და ფიქრების კონტროლსაც დაუწესებენ. ერთი-ორი რო გავიგე ჩემზე, ხო? გეპიცები, ვიტირე რა, როგორ ვიტირე, იცი, ისე დამწყდა გული, რომ მე მივეჩვი, ჯერ ერთი იურიდიულად და მათაც აბსოლუტურად პირადი ცხოვრება პირიქით მან დაარღვია, მართალიც რო იყოს, მან დაარღვია უჩივლებ. მაგი კი არა,
აიგიც არ გამიკვირდება სუსი, თუ მოიფიქრებს სიზმარში რა გესიზმება. ამაღამ იმის იმასაც თუ მოიგონებს, არც იგი გამიკვირდება. გამიკეთონ რაღაცა ისეთი, რას ვფიქრობ, ფიქრების გამიკეთროლებენ. ქემაის, იმიტომ რომ ხანდახან როვინაი ფიქრები მომდის და რო ვიცი ვიღაცა ამ ფიქრებში არის, რა ვიფიქრებ იმასაც მე. მაკონტროლონ და იყო. თუ რამე მაგ ლაღა გასაკეთებელი არ გავაკეთებ. ქემაის და უფრო სუსის ფაილების თანახმად პატრიარქობის შანსი აქვს აბა ალავერდელსაც. ოპერატიული თვალთვალის ფარული მოსმენებისა და ჩანერგილი აგენტურის საშუალებით მასალებს სუსი მასზეც აგროვებდა. იკვლევდა, თუ მეუფე დავითი კანდიდატურას დააყენებდა, ვინ მისცემდა მას ხმას. სუსი ცალკე იძიებს პატრიარქობის ყველა კანდიდატის პოლიტიკურ შეხედულებებსაც. ალავერდელი ეპისკოპოსი სანდო კადრად ყავთ მიჩნეული. ხელისუფლების მიმართ არსებული დადებითი განწყობის ფონზე დ მახარაძე სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესების სასარგებლოდ ცალსახად გაითვალისწინებს ხელისუფლების პოზიციებს და მხარს დაუჭერს მათ. თქვენს კანდიდატურას ვნახავთ კანდიდატურას. მე არ ვიცი. მე რომ მეკითხები ნახوار დავაყენებ კანდიდატურას. მე არ ვიცი. სუსის ფაილებში კანდიდატები არსებობენ უკვე. მათ შორის თქვენ ხართ ერთ-ერთი. შენდობას ეთქო. ერთ-ერთი თქვენ ხართ მაგიტომ მომართავთ. მოცილები არის. ჩვენ ამისთვის აფსალია. სუსმა აბა ალავერდელს ერთადერთი ნაკლი უპოვა. ბიზნეს ინტერესები. მასზე მომზადებულ ოპერატიულ ცნობაში წერენ, რომ მაღალ იერარქს მჭიდრო კავშირი აქვს კომპანია ბადაგონის ხელმძღვანელ რამაზ აივაზაშვილთან და ბიზნესმენ მალხას ხარბედიასთან. ასევე იმასაც, რომ მეუფის მფლობელობაშია ღვინის საწარმო ოჟიოს მარანი. სქემაც აქვს შედგენილი მეუფეა. შემიძლია გაკეთდეს. სქემა უამრავია რამეზეა შედგენილი. ქვეყნის დაქცევაზე, ქვეყნის დაპყრობაზე. რატო უნდა ილაპარაკოთ ამაზე, რაც არ ვიცი, მამები. სუსის ფაილების თანახმად 2017 წლის 1 სექტემბერს სპეცსამსახურებს დადგენილი ჰქონდათ, რომ აბა ალავერდელს პატრიარქად წარდგენის შემთხვევაში გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრია გვაზავას მხარდაჭერა ექნებოდა. სხვა ეპისკოპოსები, მათ შორის კახეთიდან, მის გუნდში არ სახელდებიან. უნდა ერეოდეს თუ არა ხელისუფლება პატრიარქის კანდიდატების შერჩევაში. ყველაზე კარგი ამ კითხვაზე პასუხია. თქვენც ილოცეთ. პატრიარქობის კანდიდატებს მხოლოდ სუსი არ იკვლევდა. საიდუმლო სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებით დგინდება, რომ ილია მეორეს შემცვლელზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე სასულიერო პირებთან ერთად ბჭობდა თავად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ოლიგარქიც. ივანიშვილთან დაახლოებული მოძღვარი, ეგრეთ წოდებული დანოსების თანახმად, დედა ანასტასია გელაშვილთან ყვებოდა, როგორ ინტერესდებოდა ივანიშვილი, რას ფიქრობდნენ ეკლესიის შიდა წრეებში მომავალ პატრიარქზე. ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, თუ რომელ მღვდელმთავრებს აქვთ პატრიარქობის ამბიცია, რაზეც ბ ფირცხალაშვილმა დაასახელა მიტროპოლიტები იობი აქიაშვილი, დანიელ დათუაშვილი, დიმიტრი შეოლაშვილი და აბრამ გარმელია. ეს ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილის მოძღვართან, მამა ბართლომე ფირცხალაშვილთან ჩვენ 2023 წელს ჩავწერეთ. სუსის ფაილების თანახმად, სწორედ მას ეკითხებოდნენ ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი ილია მეორის სავარაუდო შემცვლელის შესახებ. ინტერესდებოდა ამ თემით, რატომ აინტერესებდა? ხე ინტერესდებოდა, მაშინ უწმინდესი რომ არ იყო კარგად და ხეებიც კი ამ თემაზე ლაპარაკობდნენ და ხარა ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკა და ამ ჩვენ გველაპარაკა ეკლესიაში რაღაცაზე, ეს რა პრობლემა იყო? რა პრობლემას წარმოადგენდა? ეპისკოპოსების ფარული მიყურადებისა და ეკლესიაში ჩანერგილი აგენტების საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მეუფე შიოს მოსაყდრეთ დასახელების შემდეგ მისი გამარჯვების შანსებში სუსი დარწმუნებული არ არის. ოპერატიულ ცნობაში წერია, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის პოლიტიკური სანდოობა კითხვებს არ უჩენთ, თუმცა ეჭვიეპარებათ იმაში, რომ საჭირო ხმების მოგროვება შეძლებს. ყველა ამ ფაილში არის ცალკე სათაური ქვეთავი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობის ფონზე შიო მუჯირი სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესების სასარგებლოდ გაითვალისწინებს ხელისუფლების პოზიციებს და მხარს დაუჭერს მათ. დაინტერესებულია ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის შეძენით, ითვალისწინებს მათი მხრიდან წამოსულ თხოვნებს. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაალაგოს ურთიერთობები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მუჯირის პატრიარქობის კანდიდატად დაყენების შემთხვევაში მისი სხვა მღვდელმთავრებთან დისტანცირებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რთულად პროგნოზირებადია მხარდამჭერების ვინაობის განსაზღვრა. ის, ვინც საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს წლები აკვირდება, არაერთი კითხვა აქვს. მათ შორისაა მოსაყდრეთ მეუფე შიოს გამორჩევის საკითხი. იყო თუ არა ეს პატრიარქის სურვილი.
პატრიარქს მაშინ უკვე მარჯვენა ხელის ფლობის პრობლემა იმდენად ჰქონდა, რომ თუნდაც იმ გაკრული ტექსტის დაწერა წესით ძალიან უნდა გაჭირვებოდა. პატრიარქის თავისუფალ ნებაში ეჭვი მაშინ სინოდის წევრებმა შეიტანეს. ახლა კი პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია მეუფე შიოს მოსაყდრეობის 9 წელს აანალიზებს და ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში უწმინდეს მისი რჩეული არც ერთ ქადაგებაში არასდროს მოუხსენიებია. მეტიც, მოსაყდრეს ილია მეორემ იმის უფლებაც კი არ მისცა, რომ 6 დაქვრივებული ეპარქიისთვის ეპისკოპოსი შეერჩია. Რატომ არ მისცა პატრიარქმა შესაძლებლობა 6 ეპისკოპოსი გამოერჩია მოსაყდრეს 9 წლის განმავლობაში. ის ხო თავის კადრებს დანიშნავდა, პრაქტიკულად +6 ხმას ხო მიიღებდა. არ დაგავიწყდეთ პატრიარქი, რომელ სასულიერო პირების მხარდაჭერაც უნდოდა, რაც გინდა ყოფილიყო იმ დროს საზოგადოებრივი აზრი, რაც გინდა ყოფილიყო მედიის დისკურსი, ის ამ პირებს გამოხატულად უჭერდა მხარს. აი ვიღაცები რომ ვიღაცის დასჯას პირობითად ითხოვდნენ, შეიძლება დამშვენებული ჯვრით დაესაჩუქრებინა და დაეჯილდოებინა. ანუ თუ თვლიდა ამას პატრიარქი საჭიროდ, არაფერს არ მიაქცევდა ყურადღებას და აკეთებდა ამას. და თუ ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე არ გააკეთა, ესე იგი გამოდის რომ მან საკითხი ღიად დატოვა. ამიტომ არის ახლა საპატრიარქოს კარზე დიდი ვნებათა ღელვა. ვინ იქნებიან მოსაყდრეშიოს კონკურენტები და მოაგროვებს თუ არა თავად მოსაყდრე პატრიარქად აღსაყდრებისთვის საჭირო 20 მეტ-ხმას. სუსის ფაილების არქივში ფოთელი მიტროპოლიტი მეუფე შიოს მოწინააღმდეგეებს შორისაა, თუმცა ახლა როგორც ჩანს რეალობა შეიცვალა. მღვდელმთავარი გრიგოლი წმინდა სინოდის იმ 6 წევრს შორის იყო, ვინც პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ მოსაყდრე შიოს გვერდით სიონში დემონსტრაციულად რამდენჯერმე გამოჩნდა. 2017 წელს ძალიან მკვეთრი იყო თქვენი პოზიცია, ჩვენ გვახსოვს. მაშინ მიიჩნევდით არასამართლებრივადაც, როდესაც დაასახელა სინოდთან შეუთანხმებლად პატრიარქმა მეუფე შიოს კანდიდატურა. ესეთი განცხადება კეთდება სინოდზე საერთოდ. ცოტა სამართლებრივ საკითხით რო შევხედოთ, ბევრი კითხვა ჩდება. მე ისიც არ ვიცი ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა. ხარასი ვიყით ამდენი წლის შემდეგ. ჩვენ თუ სულ უკან ვიხედეთ, წინ ფეხს წამოვიკრავთ. ამიტომ ჩვენ წინ ვიყურებით. 2019 წელს მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებიდან მალევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომზადდა სქემა. შიომუჯერის პატრიარქად კენჭისყრის შემთხვევაში ვინ მისცემდა მას ხმას. სუსი ფარული მოსმენებისა და ჩანერგილი აგენტურის საშუალებით ეპისკოპოსებს ყოფს 4 ნაწილად. მომხრეები, მოწინააღმდეგეები, ისინი ვინც ხელისუფლების თხოვნით ხმას მისცემენ მას და ეპისკოპოსები, ვისი პოზიციაც ვერ დაადგინეს. ამ სქემის მიხედვით მეუფე შიოს მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსი ემხრობა. როგორც ჩანს, ეს განწყობა კარგად იცოდა თავად მოსაყდრებაც. ამიტომაც დაიწყო განდგომილების გადმობირება. მე რომ 2 დღეა ჩანხართ მეუფე შიოსთან ერთად ეს განაცხადია, ერთგვარი რომ უკვე მას უჭერთ მხარს. ეკლესია ხომ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ ერთმანეთს შეიძლება ვიკამათო და ისევ ერთად ვრჩები და ღმერთმა დაგვიფაროს განყოფისაგან. სუსის ფაილების თანახმად 2019 წლის 1 თებერვალს საპატრიარქოში შეხვედრისას სინოდის წევრები მიმდინარე საკითხებს განიხილავდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფოთელი ეპისკოპოსი მეუფე შიოს მხარდამჭერ მღვდელმთავარს თეოდორე ჭუაძეს მათ დაპირისპირებაზეც ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდგომ შიმუჯირს დაუკავშირდა ჭუაძე და განუცხადა, რომ მისი წასვლის შემდგომ გ-ბერბიჭაშვილს ესაუბრა ამ უკანასკნელის მიერ მისი როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიმართ გამოხატული უარყოფითი პოზიციის თაობაზე. ჭუაძის თქმით, საუბარში გ-ბერბიჭაშვილმა აღიარა, რომ შიმუჯირთან მიმართებაში ზოგიერთ შემთხვევაში იყო გადამეტებული, თუმცა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კვლავ დარჩა თავის პოზიციაზე. ყოველივე ზემოხსენებულთან დაკავშირებით შიმუჯირმა ჭუაძეს განუცხადა, რომ უმჯობესი იქნება გ-ბერბიჭაშვილთან ჰქონდეთ ინტენსიური ურთიერთობა, რათა გახადონ თავიანთი თანამოაზრე. შიომუჯირს, რომ წმინდა სინოდის წევრების მხარდაჭერა არ ჰქონდა სუსის ფაილებში, ამის შესახებ არაერთი ოპერატიული ცნობა იძებნება. მათ შორის არის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბრის ჩანაწერის შიფრი. ზვიადაძის თანამოსაუბრე ამ შემთხვევაში ქართული უნივერსიტეტის რექტორია.
გზვიადაძის განცხადებით, შიმუჯირი სხვადასხვა პირებთან ხმამაღლა აფიქსირებს, რომ საქართველოს პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დასახელების შემდგომ იმყოფება ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში. ასევე აცნობიერებს არსებულ რეალობას და ხვდება, რომ იგი არ სარგებლობს არც ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხარდაჭერით. გასულ კვირას ახალი პატრიარქის არჩევნების თემაზე ყველა დუმდა, თუმცა სამგლოვიარო პარაკლისებიც კი ამ არჩევნების მოსალოდნელი შედეგების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება იყო. მღვდელმთავრები, რომლებიც მეუფე შიოს გვერდით არ გამოჩენილან, სიონში ინდივიდუალურად მიდიოდნენ და საეკლესიო რიტუალში ისე იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი და ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობიც, რომელსაც საპატრიარქოში საკმაოდ დიდი გავლენები აქვს და მის ზურგს უკან მღვდელმთავრების არც თუ უმნიშვნელო რაოდენობა მოიაზრება. ეპისკოპოსის ხელისუფლებასთან ბოლოდროინდელი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. სუსის დოსიეში კი მეუფე იაკობისა და მოსაყდრე შიოს ურთიერთობა არაერთ ოპერატიულ ცნობაშია აღწერილი. იაკობაშვილმა უპასუხა, რომ მუჯირი ბრიყვია და მუჯირის მისამართით დაიწყო აგდებული და ცინიკური შინაარსის საუბარი. იაკობაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წარსულში მუჯირის ქორეპისკოპოსად შერჩევისას გავლენა იქონია მისი მხარდამჭერის ძლიერმა ფინანსურმა მდგომარეობამ, გულისხმობს ბიზნესმენ ლევან ვასაძეს. ამავე ინფორმაციით, იაკობაშვილის ვარაუდით, პატრიარქის მოსაყდრის დასახელება მოხდა დაძალებით, რის შემდეგაც სინოდის წევრებში გამოიკვეთა პატრიარქობის მსურველი სხვა მღვდელმთავრებიც, პიროვნებებს არ ასახელებს და დაიწყო ბრძოლა პატრიარქობის ტახტისთვის. ეს ინფორმაციული ცნობა 2017 წლის 25 დეკემბრით თარიღდება. მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებიდან ერთი თვის თავზე. ცნობა შედგენილია მეუფე იაკობისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად. ამ საუბრის შინაარსიდან ჩანს, რომ თავად ბოდბის ეპარქიის წინამძღოლს პატრიარქობა არ უნდა და კმაყოფილია იმით, რომ მის წინააღმდეგ ოცნების ხელისუფლებას კომპრომატი არ აქვს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოძღვრობისა, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ამჟამინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ახლო ურთიერთობებისა, მათგან არ მიუღია არც ერთი კვადრატული მიწის ნაკვეთი, რის გამოც იქცევა ყოველთვის თამამად და ყველას ეკაიფება. ეს არის ციტატა. საიდუმლო ფაილების თანახმად ჩანს, რომ განსაკუთრებით აღელვებთ მოსაყდრე შიოს მიმართ პატრიარქის ძმისშვილის დამოკიდებულება, რადგან ადგენენ, რომ მეუფე დიმიტრი მოსაყდრე შიოს მხარს არ უჭერს. ამასთან ისიც იციან, რომ ილია მეორის ოჯახის წევრებს ახალი პატრიარქის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ექნებათ. ყველაზე მოცულობითი არის ფაილი, რომელიც ეძღვნება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს. ამ შემთხვევაში გამოკვლეული ყავთ მისი ოჯახის წევრების სრულად ფსიქონებრივი მდგომარეობა და ეს არის ფაილი, სადაც გვხვდება ცალკე სათაური, ქვეთავი, მისი პოზიცია პატრიარქის მოსაყდრის მიმართ, როგორც ჩანს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და აქ ვკითხულობთ, რომ შიოლაშვილი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის მიტროპოლიტ შიომუჯერის მიმართ საჯარო პოზიციას არ აფიქსირებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელმსახურებს აქვთ მითითება, წირვა ლოცვებში არ მოიხსენიონ შიომუჯერი. წმინდა სინოდის წევრებმა უკვე 5 წელია დადასტურებით იციან, რომ მათი ყველა ნაბიჯი სპეცსამსახურების მიერ კონტროლდება. ამიტომ ახლა მთავარი კითხვაა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასურველი კანდიდატის გასაყვანად გამოიყენებს თუ არა წლების განმავლობაში შეგროვებული კომპრომატებით შანტაჟის გზას. სტალინსო კონდაო მითითება მიცემულიო კეკებეზეო, რომ მღვდელმთავარიო არ დააშანტაჟოთო. იმიტომ რომ ვერ გახვათო, მაინცო ვერაფერს. ეს მხოლოდ ერთი ეპისკოპოსის მიერ კამერის წინ ნათქვამი სიტყვებია. თუმცა სუსიდან გამოჟონილ ფაილებში იპოვით ისეთ მღვდლებსაც, რომლებიც პირდაპირ აღიარებენ, რომ ეკლესიაში ვითარება სრულად სპეცსამსახურები აკონტროლებენ და მათინების წინააღმდეგ წასვლა აზრს კარგავს. ინფორმაციული ცნობა თარიღდება 25 ნოემბრით, ანუ 2 დღის შემდეგ არის შედგენილი, მას შემდეგ რაც მოსაყდრედ პატრიარქმა მეუფე შიო გამოაცხადა. და აქ არის გაშიფრული, როგორც ხვდებით, სატელეფონო საუბარი სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძესა და მორჩილ იოსებ შორის. მორჩილ იოსები, როგორც ჩანს, მსახურობს მესტიის ეპარქიაში და ამბობს, რომ ადგილობრივი სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ არ დაემორჩილებიან შიო მუჯირს. აბაშიძის თქმით, სასულიერო პირების მიერ გამოთქმული აზრი, რომ არ დაემორჩილებიან შიო მუჯირს, შეიცვლება, რადგან ეკლესიაში ყველაფერს მართავს უშიშროება.
სუსის ბოლო დოკუმენტი, რომელმაც დღის სინათლე იხილა 2021 წლით თარიღდება. ჩვენ არ ვიცით ამის შემდეგ, ბოლო 5 წელიწადში, რა მასალები მოაგროვეს ეპისკოპოსებზე, ჯერ ლილუაშულმა და ახლა უკვე მდინარაძემ. პირადი ცხოვრების ინტერესი შეიძლება კონდეს ორი მიზეზით, ერთი ყვითელფრეზას რომ კარგად გაიყიდოს და მეორე მსგავსი ტიპის სახელმწიფოს რომ შანტაჟირება და ზემოქმედება მოახდინონ. კომპრომატი ჭირდებათ იმ შემთხვევაში, როცა უნდათ თავიანთი, ასე ვთქვათ, ადრესატის ქცევის წარმართვა. ეგ არის არსი. იმიტომ რომ ის რასაც არაპირებს გავაკეთებინო ესეთი რამე, უნდა რო თქვას გავაჩუმო, უნდა რო იყოს ჩუმად ისვა თქმა რაც მინდა, ის გადაწყვეტილება მივაღებინო და ასე შემდეგ კომპრომატის ფუნქცია პროპაგანდისტულ კონსტრუქციაში ეგ არის. ახლა მთავარი კითხვაა, ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში მხოლოდ ქართული ოცნება ჩაერთვება თუ ოკუპანტი რუსეთის საპატრიარქოც ეცდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად მისთვის სასურველი კანდიდატის გასვლა უზრუნველყოს. სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ჯერ კიდევ 2021 წელს შაბათის ეთერთან ყვებოდა, როგორ იკვლევდა რუსეთიდან ჩამოსული ჯგუფი საქართველოში ეპისკოპოსების რეიტინგს. პეტერბურგელები არიან ისინი, რამდენჯერმე იყვნენ, მათ აქ რაღაც ჯგუფი დაიქირავეს, რომლებმაც გაზომეს პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და მეუფეების რეიტინგები. 12 მღვდელმთავარი ყავდათ სიაში და ამ 12 მღვდელმთავრის საზოგადოებაში განწყობები გაზომეს. იყო თუ არა მათ შორის მეუფე შიო? კი, შიოც იყო. ერთადერთი ეპისკოპოსი, რომელსაც სუსმა უარყოფითი მხარეები ვერ მოუძებნა, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წინამძღოლი მეუფე ისაიაა. მღვდელმთავარზე სუსიც კი წერს, რომ ის არის სულიერად მდგრადი, პატრიოტი, ერთგული, განათლებული, ერუდირებული და სიმართლის მოყვარული პიროვნება. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ მასზე გაავრცელა პროპაგანდამ პირველი გზავნილი, რომ მღვდელმთავარმა თითქოს კანდიდატურა მოხსნა. თუმცა ეპისკოპოსმა ეს ინფორმაცია მალევე უარყო. ჩვენთან სახელმწიფო მართავს ყველაფერს. ხანდახანი უმორით ვამბობ, რომ იმ დროს, როდესაც ამ ქვეყანაში სპორტული ფედერაციის მმართველი ვერ აურჩევია ხელისუფლების ჩართულობის გარეშე, ამხელა საქმესთან ბუნებრივია სუსის ფაილები დგინდება, რომ იკვლევდნენ არამხოლოდ ილია მეორის შემცვლელების შანსებს, არამედ არ ყვევდნენ იმასაც, თუ ეკლესია სინოდალურ მმართველობაზე გადავიდოდა, ეყოლებოდა თუ არა ამას მხარდამჭერები ეპისკოპოსებს შორის. ეს სქემა სუსის შედგენილია. აქ ჩანს რა შედეგი დაჯდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ფარული მოსმენების შედეგად. ეს არის სიგიჟე აბსოლუტურად. ვისგან მოდიოდა ეს კამპანია? არ ვიცი, ვისგანა, ვისაც უნდა რომ შიგნით დაძაბოს სიტუაცია. ასეთი კითხვა. ვისი? სუსის. ეს სხვადასხვა ჩვენ წიაღშიდაც მოისურვებია, მე საერთოდ ამას დაიჯერა, ეგ რომ თითქოს ერთი სინამდვილე ის არის, რომ ერთხელ უბრალოდ ვითხოვეთ, რომ აღიწეროს, კაიგე? და რა ჩვენი ქონება, საპატრიარქოს ქონება და რას ვთქვათ, აი ეს აქედან დაასკვნენ, ის დასკვნა, რომ ამას მითო თხოვლობენ, რომ უნდა სინოდალური მმართველობა. მეუფე ანტონი ამ სქემაში სინოდალური მმართველობის მომხრეებს შორის ყავთ დაჯგუფებული. ახლა ხვდება, რატომ მოხვდა ამ სიაში. არც ისაა გასაკვირი, რომ არსებული სისტემის შენარჩუნებას უჭერს მხარს მოსაყდრეშიო. თუმცა სასულიერო პირების დიდი ნაწილისთვის საქართველოს საპატრიარქოს მართვა არა პატრიარქის, არამედ სინოდის მიერ სრულიად მიუღებელია. ეგეთი რა გვინდა, რუსეთში იყო ეგეთი რამ მე თან დავიფარეს. აღმოჩნდა, რომ თურმე განიხილავენ, ნახეთ, სქემა არის გაკეთებული სუსში სინოდალურ მმართველობას. საერთოდ უნდა ერეოდეს სუსი და ხელისუფლება პატრიარქის. მე თან დაგლოცოთ გაგახარით. საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ 2017 წელს პატრიარქ კირიონის დროს იყო, როცა უწმინდეს ორი ხმა ჰქონდა და ძალაუფლება საკათალიკოზო საბჭოს ხელში იყო გადასული. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეკლესიის წინამძღოლის მხარდაჭერილი გადაწყვეტილება შეიძლებოდა ვერც კი გასულიყო. ასეთი რამ მით უმეტეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში მე ვერ წარმომიდგენე და ესეთი რამ არ მოხდება ჩემი ვარაუდით. რატო უნდა მოხდეს ასეთი რამ? ეს არის სქემა, რომელიც ეგ სქემა არის, არა მაქვს მე ნანახი, ძალიან ძველია. 2017 წლის. მაშინ როცა პატრიარქი შეუძლოდ იყო და ყველაზე ძიმე პერიოდი იდგა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეხლა შეიცვლებოდა ხმების თანაფარდობა? ეს პირველად ვნახე, მე ეს არ მინახა.
თეოლოგიის დოქტორთან და სასულიერო სემინარიის ისტორიის კათედრის გამგესთან ინტერვიუ აჩენს განცდას, რომ სინოდალური მმართველობის შემოღების შესახებ დაწყებულ მსჯელობაზე მას ჩვენგან არ გაუგია. თუმცა, საპატრიარქოსთან დაახლოებული ადამიანებისთვის ის, რაც სუსს ეხება, ისეთივე ტაბუდადებული თემაა, როგორც მომავალი პატრიარქის არჩევის საკითხი. ტაბუადევს ანდერძსაც, რომლის მოძებნაც აქამდე ვერ მოხერხდა. სადაც ისინი არიან კატეგორიულები, იქ ცდილობენ, რომ მცირე სივრცეც კი არ დატოვონ განსხვავებული ვარაუდისათვის. მიჩნდება აზრი, მე მგონი ლეგიტიმური აზრი იმისა, რომ პატრიარქს რაღაცა სიტყვის თქმა უნდა სტომებოდა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის უკვე გრძნობდა, რომ უჭირდა წერა და ლაპარაკი და მეტყველება ნელ-ნელა უფრო და უფრო უარესდებოდა. მაგრამ სანამ შეეძლო ან ვიღაცისთვის ეთქვა ეს ყველაფერი, რომ ჩაეწერა, ან სანამ თავად წერა შეეძლო, მე ვფიქრობ, რომ მას ყველაზე მთავარი სიტყვა შეიძლება ჰქონოდა სათქმელი. ვერსიები, ეჭვები, სავარაუდო კანდიდატები, ამ კანდიდატების სავარაუდო მხარდამჭერები და მათი რაოდენობის თვლა არჩევნებამდე არა მხოლოდ მედიის, სუსის მთავარი საქმეც იქნება. სიმშვიდის მოსაპოვებლად სასურველი კანდიდატისთვის 20-ზე მეტი ხმის მოგროვება დასჭირდებათ, რაც ამ ჭრელ და პატრიარქის გარეშე დარჩენილ სინოდში მარტივი არ იქნება.